მოგესალმებით. პოლიტიკურ პროცესსა და პოლიტიკურ პროცესზე მსჯელობას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ძალიან რთულია ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა. მით უმეტეს, როდესაც ეს სტერეოტიპები ერთ რომელიმე ქვეყანას ეხება და წლების განმავლობაში ეს ქვეყანა ხარისხთან, სტაბილურობასთან და დისციპლინასთან ასოცირდებოდა. საუბარი გვაქვს გერმანიაზე. გერმანია ახლა ძალიან მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის სპირალში იმყოფება და როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია. მხოლოდ ეკონომიკას რომ შევხედოთ 2023 და 2024 წლებში გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა. ოპტიმისტური პროგნოზები 2025 წლისთვის კი უკვე შეიცვალა. თუ აქამდე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 1,1%-ით ვარაუდობდნენ, ახლა ეს მონაცემი დაკორექტირდა და 0,3% გახდა. და ამას ემატება პრობლემები ისეთ სექტორში, რაც გერმანული ხარისხისა და ძლიერი ეკონომიკის სიმბოლო იყო 10 წლეულების განმავლობაში. პრობლემები ავტოწარმოებაში, რაც აისახება თითქმის ყველა წამყვანი გერმანული ბრენდის გაყიდვების კლებაში. Mercedes-ის, Audi-სა და BMW-ის გაყიდვები 2024 წელს შემცირდა. Volkswagen-ზე კი არაერთხელ გვითქვამს, რომ უმძიმეს პერიოდს გადის. არჩევანი თანამშრომლების განთავისუფლებასა და ქარხნების დახურვას შორის დგას. მესამე ვარიანტი კი ქარხნების ნაწილის ჩინურ კომპანიებზე გაყიდვაა. ამ მოცემულობას ემატება ძლიერი პოლიტიკური კრიზისი, დაშლილი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს. პოლიტიკურ კრიზისს კი აღრმავებს ის, რომ წამყვანი პოლიტიკური ძალებიდან თანხმობა ეროვნულ და ძირეულ საკითხებთან მიმართებით არავის არ აქვს. უფრო სწორად თუ ვიტყვით, გერმანიის პოლიტიკური პარტიების უმეტესობას არ სურთ ძირეული პრობლემებისა და ეროვნული გამოწვევების დანახვა. ამის ნათელი მაგალითი გახდა კენჭისყრა ბუნდესტაგში მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. მიგრაციისა და საზღვრების კონტროლის საკითხი ხომ უკვე ძალიან დიდი ხანია გერმანიისა და ზოგადად ევროკავშირის დიდი პრობლემაა. სწორედ იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის რეიტინგი სწრაფად იზრდებოდა და რეიტინგებით მეორე ადგილს იკავებს, ქრისტიან დემოკრატებისა და ქრისტიან სოციალისტების კავშირმა სადა ეს მოცემულობა მათთვის სასიკეთოდ შეეცვალათ. ქრისტიან დემოკრატიული და ქრისტიან სოციალური ბლოკი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით ბავარიის აშაფენბურგში დანით თავდასხმის შემდეგ გამოვიდა, რომლის მსხვერპლიც 2 ადამიანი გახდა, მათ შორის 2 წლის ბავშვი. ჩანაფიქრი მარტივად იკითხებოდა. ფრიდრიხ მერცის პარტია ახალ კანონმდებლობას შემოიტანდა ბუნდესტაგში, რითიც საზღვრების კონტროლი და საიმიგრაციო პოლიტიკა გამკაცრდებოდა და ამით პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის ერთით ნაკლები კოზირი დარჩებოდა წინასაარჩევნოდ. მიგრაციის თემატიკა ხომ ამ პარტიის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. იანვრის ბოლოს გერმანიის ბუნდესტაგის უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქციის რეზოლუციის პროექტმა საიმიგრაციო კანონმდებლობის რადიკალური გამკაცრების შესახებ დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. მწვავე დებატების შემდეგ დამტკიცდა ქრისტიან დემოკრატიული და ქრისტიან სოციალური ბლოკის მიერ შეთავაზებული 5-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავდა მუდმივი სასაზღვრო კონტროლის შემოღებას, თავშესაფრის მაძიებლებისთვის უარის თქმის შესაძლებლობას უკვე საზღვარზევე და იმ უცხოელების დაკავებას, რომლებსაც ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვება დაავალა. წესით რეზოლუციის შემდეგ უკვე კანონიც უნდა დაემტკიცებინა ბუნდესტაგს, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდებოდა. ქრისტიან დემოკრატებისა და ქრისტიან სოციალისტების რეზოლუციას მხარი დაუჭირა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის. ამით ალისა ვაიდელი სწორ პოზიციაზე დადგა. მან ეროვნული გამოწვევის საკითხი პოლიტიკურ და პარტიულ ბრძოლაზე მაღლა დააყენა და ყველას აჩვენა, რომ არათუ რადიკალები არ არიან, როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენება შეუძლიათ. თან ამის გაკეთება არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მაინც არისკო იყო. ამომრჩეველი შეიძლება მარტივად გადასულიყო ფრიდრიხ მერცის პარტიის მხარეს. ალისა ვაიდელმა ესეც გარისკა და გარისკა სწორად, რითიც სახელმწიფოებრივი ხედვის ქონა დააფიქსირა და დაადასტურა. სამაგიეროდ სრულიად საპირისპირო აჩვენა ყველა სხვა გერმანულმა პარტიამ, მათ შორის ფრიდრიხ მერცის პარტიამაც, რომელმაც ფაქტობრივად საკუთარი პარტიის კანონპროექტი ჩააგდო. 31 იანვარს მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების კანონპროექტს გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების რეზოლუციაზე მხარდაჭერისა და დამტკიცების შემდეგ გამოსვლები დაიწყო გერმანიის მასშტაბით. მიზეზი ღიმილის მომგვრელი, მაგრამ მეორე მხრივ პოლიტიკური კრიზისისა და ღრმა პოლარიზაციის ანარეკლია. თურმე როგორ გაბედეს გერმანიაში პარტიებმა და ისეთ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, რომელსაც ასევე ხმა მისცა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის.
გერმანული მედიის ინფორმაციით ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად გერმანიის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების მომხრეა. თუმცა თანაბრად დიდი უმრავლესობა ასევე ეწინააღმდეგება, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ კოალიციური შეთანხმება დადოს პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის. აი ესეთი ვითარება არის ქვეყანაში, რომლის ლიდერები სხვებს მოუწოდებენ ხოლმე პოლარიზაციის დასრულებასა და დიალოგის აუცილებლობაზე. მიგრაციის გამკაცრებაზე ვერ შეთანხმდნენ, რომელიც გერმანიისთვის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ გამოწვევას წარმოადგენს. ამჯობინეს ეგრეთ წოდებული სანიტარული კორდონის პრაქტიკის დაცვა და აიძულეს მერცი და მისი პარტია, რომ მათივე კანონპროექტი ჩაეგდოთ. გერმანიაში პოლიტიკური კრიზისის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. გეოპოლიტიკური ცვლილებების ქარმა თითქმის ყველა ქვეყანას დაუბერა. ეს იმით აიხსნება, რომ ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გაათვითცნობიერა ახალი პოლიტიკური რეალობის დადგომა. რაც გერმანიაში რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობად იქცა. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და ალტერნატივა გერმანიისთვის ბუნდესტაგში თანამშრომლობა დაიწყეს. ყველაფერი კი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის და მისი ლიდერის ფრიდრიხ მერცის საკანონმდებლო ინიციატივით დაიწყო, რაც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას ეხებოდა. ქრისტიან-დემოკრატებს და AfD-ს შორის სიტუაციური მოკავშირეობა შედგა, რაც სულ ცოტა ხნის წინ შეუძლებელი იყო. არსებობს არჩევანი. გაგრძელდეს ბუნდესტაგში წითელი მწვანეების უმცირესობის უფლება ინტერპრეტაციებზე და გადაწყვეტილებებზე, თავშესაფრის მაძიებელთა პოლიტიკაზე, ან მოხდეს ისე, როგორც ამ საკითხს ესაჭიროება და ჩვენ ვირჩევთ მეორე ვარიანტს. 29 იანვარს ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა გერმანიის პარლამენტში კენჭისყრაზე რეზოლუცია გაიტანა მიგრაციული პოლიტიკის რადიკალური გამკაცრების შესახებ, რაც საპასპორტო კონტროლის შემოღებას გულისხმობს გერმანიის ყველა საზღვარზე. ამის ინიციატორი CDU-ს ლიდერი ფრიდრიხ მერცი იყო, რომელიც გერმანიის შემდეგ კანცლერად მოიაზრება. ეს რეზოლუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გასულიყო, თუ მას მხარს ალტერნატივა გერმანიისთვის დაუჭერდა. AfD-მაც დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას, რასაც ნეოლიბერალების და გლობალისტების ცრემლების ღრუა და საპროტესტო აქციები მოყვა. გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთი უსუსტესი კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგში მიგრაციული კრიზისის განხილვაში კი არ შევიდა, არამედ ფრიდრიხ მერცს მის მიერ მიცემული პირობა შეახსენა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი არასდროს არ ითანამშრომლებდა ალტერნატივა გერმანიასთან. სამი კვირის წინ თქვენ ტელეეთერიდან პირობა მოგვეცით, რომ თქვენი პარტია სულს არ გაყიდის ალტერნატივა გერმანიასთან თანამშრომლობით. თქვენი პოლიტიკური ბედი დაუკავშირეთ ამ დაპირებას. ბევრმა მოქალაქემ დაგიჭერათ, მაგრამ ახლა რაფასი აქვს თქვენ სიტყვებს. მერცის პასუხი კი ამაზე მარტივია. მიგრაციული კრიზისი იმდენად დიდი პრობლემაა გერმანიისთვის, რომ ის მზადაა ნებისმიერ პირობას გადაუხვიოს. 31 იანვარს მეორე კენჭისყრა იყო დაგეგმილი, სადაც დეპუტატებს საბოლოო არჩევანი უნდა დაეფიქსირებინათ აღნიშნულ საკითხზე. იქამდე კი ფრიდრიხ მერცი გერმანული ლიბერალური ისტაბლიშმენტის კრიტიკის ობიექტი გახდა. ის პენსიაზე გასულმა მერკელმაც კი გააკრიტიკა, ვისაც უნდა უმადლოდეს გერმანია მილიონობით მიღებულ ტოლვილს და იმ მძიმე მემკვიდრეობას, რაც მან დაუტოვა. 31 იანვარს მეორე კენჭისყრა ჩავარდა, 11 ხმა დააკლდა რეზოლუციის მიღებას. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წევრი არ გამოცხადდა ხმის მიცემისას, ხოლო რამდენიმე მათგანმა კი მერცის ინიციატივას არ დაუჭირა მხარი. მაგრამ ამის მიუხედავად ქრისტიან-დემოკრატების და გერმანელი ულტრამემარჯვენეების სიმბოლურმა თანამშრომლობამ ბრიუსელის ბიუროკრატიის და გერმანიის ლიბერალურად განწყობილი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. გერმანიის დიდ ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები დაიწყო, სადაც ხალხი ძირითადად მერცის პარტიის წინააღმდეგ გამოვიდა. საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების თანახმად ქრისტიან-დემოკრატებს და ალტერნატივა გერმანიას შორის ხოვება კიდევ უფრო შემცირდა. გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა პოლიტიკურმა გამოცემა შპიგელმა სარედაქციო წერილში განაცხადა, რომ მერცის ადგილი კანცლერის სავარძელში არაა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბუნდესტაგის გლობალისტურმა ფრთამ, აც უკვე დაშლილი სამთავრობო კოალიციის წევრებმა განსახილველი კანონიდან აქცენტი ქრისტიან-დემოკრატების და AfD-ს თანამშრომლობის აღკვეთაზე გააკეთეს. არადა ბოლო 2 თვის განმავლობაში გერმანიაში მიგრანტების მიერ ჩადენილი 2 ტერორისტული აქტი მოხდა. 2024 წლის 20 დეკემბერს გერმანულ ქალაქ მაგდებურგში ტერორისტული აქტი განხორციელდა. 50 წლის ემიგრანტი საშობაო ბაზრის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილით შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს მიზანმიმართულად ეჯახებოდა. 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 9 წლის ბავშვი და 300 დაშავდა. დამნაშავისთვის გერმანიის მთავრობას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. 1 თვის შემდეგ 2025 წლის 23 იანვარს ქალაქ აშაფენბურგში ავღანელმა ლტოლვილმა დანით 41 წლის მამაკაცი და 2 წლის ბავშვი მოკლეს.
გამოკლა, ხოლო 3 ადამიანი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე გერმანიაში უკანონოდ იმყოფებოდა და ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გააკეთა და ტერორისტული აქტი ჩაიდინა. ამ ყველაფრის ფონზე გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში მიგრაციული პოლიტიკის სრულ კრახზე და მდგომარეობის გამოსწორების საშუალებებზე მსჯელობის მაგივრად AfD-ს დაქენსელების პოლიტიკას აგრძელებდნენ. დღეს გერმანიაში ისევე როგორც დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში არც ერთი მოქალაქე თუ ტურისტი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. მიგრაციული კრიზისით გამოწვეული დანაშაულების ზრდის და ადგილობრივი სამართალდამცავების უმოქმედობის გამო. ბრიუსელის სუიციდურმა პოლიტიკამ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. AfD კი პირველი გერმანული პარტია იყო, რომელმაც მიგრანტების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში გაააქტიურა და ბევრი გერმანელის სიმპათიაც მოიპოვა. მაგრამ ამ მწვავე პრობლემისადმი სათანადო ყურადღების მიპყრობის მაგივრად, რაც მიგრანტების მიერ წლიდან წლამდე ჩადენილი დანაშაულის ზრდა, ბრიუსელის ელიტამ გადაწყვიტა მათთვის ყველა არასასურველი პარტიის, მათ შორის ალტერნატივა გერმანიისთვის დისკრედიტაცია მოეხდინა. ამას ემატება გერმანული საზოგადოების კომპლექსები ნაცისტური წარსულის გამო და შედეგად მივიღეთ სიტუაცია, როდესაც 2013 წელს შექმნილი ალტერნატივა გერმანიისთვის დამაჯერებელ მეორე ადგილზე იმყოფება და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად იქცა. ბრიუსელის კარნახით კი პოლიტიკური პარტიები გერმანიაში შეთანხმდნენ, რომ AfD-სთვის ანგარიში არ გაეწიათ. მათ ნეონაცისტებად და რუსეთის თოჯინებად მოიხსენიებენ. გერმანული ტელევიზიები მათ კუთვნილ ეთერს არ უთმობენ. გერმანიის ბუნდესტაგში ალტერნატივა გერმანიას ვიცე-სპიკერს არ უნიშნავენ. არადა სხვა ნებისმიერ საპარლამენტო ფრაქციას საკუთარი ვიცე-სპიკერი ჰყავს. გერმანულმა უსაფრთხოების სამსახურმა პარტიის წევრების თვალთვალიც კი ჩათვალა საჭიროდ. იმის მაგივრად, რომ მიგრანტების რიგებში არსებულ პოტენციურ ტერორისტებს მიხედონ, ვინც გერმანულ ქალაქებში უდანაშაულო ადამიანებს კლავს. 2019 წელს გერმანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უსაფრთხოების სამსახურს არ შეუძლია AfD-ს საქმიანობის კლასიფიცირება ისე, რომ ეს გამოძიების საბაბი იყოს. აი ასეთი ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვა უწევს ამ პარტიას ფსევდოდემოკრატიულ გერმანიაში. ამიტომაც ფრიდრიხ მერცის და AfD-ს შესაძლო თანამშრომლობა ალტერნატივა გერმანიისთვის კიდევ ერთი გამარჯვება და გერმანიის მთავრობის და ბრიუსელის ზეეროვნული სტრუქტურების მორიგი მარცხი იყო. გერმანიაში არსებული პოლიტიკური პარტიები ყველას თხოვენ იმ პირობის შესრულებას, რომ არავინ არ ითანამშრომლოს AfD-სთან. შესაბამისად, შეშინებულმა ქრისტიან დემოკრატებმა საკუთარი საკანონმდებლო აქტის საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა, ოღონდ ალტერნატივა გერმანიასთან თანამშრომლობა უარეყოთ. არადა პოლიტიკურ კომპასს რომ გადავხედოთ ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს და AfD-ს ბევრად უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ან მწვანეებს, რომელთანაც მოუწევს ფრიდრიხ მერცს შემდეგი მთავრობის ჩამოყალიბება, თუ AfD-სთან კოალიციას არ დათანხმდა. ბატონო მერც, თქვენ სერიოზულად გჯერათ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ მოქალაქეები, რომ საკითხები გამოსწორდება, როცა თქვენ ახლობლობთ მწვანეებთან და სოციალ-დემოკრატებთან და მათთან გეგმავთ კოალიციას? როგორც CDU, ასევე AfD მიგრაციის გამკაცრებას უჭერენ მხარს, ეკონომიკის დერეგულაციას და ბიუროკრატიის შემცირებას. აბა რა უდგას წინ მაშინ მათ თანამშრომლობას და ერთობლივი მთავრობის ჩამოყალიბებას? ეს ბრიუსელს არ სურს. გერმანიაში მცხოვრებ მიგრანტებს და მიგრაციული წარსულის მქონე მოქალაქეებს. სწორედ ისინი აქტიურობენ ყველაზე მეც ქრისტიან დემოკრატიული პარტიის და ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე. ის რაც დღეს გერმანიაში ხდება გლობალური დიპსტეითის ერთ-ერთი ბოლო გაფართხალებაა და რაც მთავარია გერმანიის ქუჩებში გამოსული ემიგრანტები თუ ფსევდოლიბერალი მოქალაქეები უმცირესობაში არიან, რაც სხვადასხვა გამოკითხვებითაც დასტურდება. რასაც ალტერნატივა გერმანიისთვის ითხოვს, სავსებით ლოგიკურია. ვინ საზღვრის დაცვაში და არალეგალი მიგრანტების უკან გაშვებაში პრობლემას ხედავს, ის კანონის უზენაესობის და წესრიგის წინააღმდეგია. კიდევ ერთი სიტყვა, რაც უმცირესობაში მყოფი გლობალისტების კონვულსიას იწვევს, ესაა ტერმინი რეიმიგრაცია. Denn wir müssen Deutschland retten. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ გერმანია, რადგან ჩვენი სამშობლო მწვავე დისბალანსშია. ჩვენი ხალხი ძალიან შეწუხებულია იმით, რომ ჩვენს ქალაქებში მზარდი საშიშროებაა. მე გამაკრიტიკეს ჩემი ერთ-ერთი წინა გამოსვლის გამო, რადგან გამოვიყენე სიტყვა რეიმიგრაცია. ახლაც გავიმეორებ, ჩვენ გვჭირდება რეიმიგრაცია იმისთვის, რომ ცხოვრობდეთ უსაფრთხოდ. მსგავსი სიტუაცია იყო ავსტრიაშიც. იქ საპარლამენტო არჩევნები ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიამ მოიგო და ამის მიუხედავად ევროკავშირის დირექტივებით სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ უარი განაცხადეს გამარჯვებულ პარტიასთან და მის ლიდერთან, ჰერბერტ კიკლთან თანამშრომლობაზე. მაგრამ მათ გარეშე ავსტრიის სამთავრობო კოალიცია ვერ შედგა და მოლაპარაკებების პროცესში ავსტრიის მთავრობა დაიშალა. ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი გადადგა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ავსტრიის სახალხო პარტიამ ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან გადაწყვიტა სამთავრობო კოალიციის შექმნა და წინასწარ გაცხადებული პირობა, რომ ჰერბერტ კიკლთან და მის პარტიასთან არ ითანამშრომლებდნენ, წარსულს ჩაბარდა. რატომ არ შეიძლება მსგავსი სცენარი ვიხილოთ გერმანიაშიც?
ცოტა ხნის წინ ალტერნატივა გერმანიისთვის დასკვნითი ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის 600-ზე მეტი წევრი იღებდა მონაწილეობას. AfD-მ პარტიის საბოლოო მანიფესტი მიიღო საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. პარტიის კანდიდატი კანცლერის თანამდებობაზე ალისა ვაიდელი იქნება. პარტიის მანიფესტი ბუნდესტაგის ვებგვერდზეცაა ხელმისაწვდომი. AfD თავშესაფრის მაძიებლების პროგრამების დასრულების მომხრეა. პროგრამაში ვკითხულობთ, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის კრიმინალების, სახიფათო პიროვნებების და საბუთების არ მქონე სირიელი მიგრანტების უკან გაშვებას აპირებს. ასევე გერმანიის მთავარ ოპოზიციურ პარტიას სურს საიმიგრაციო კვოტების გაუქმება და ლტოლუილებისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარებების მინიმუმამდე შემცირება. ასევე ამ სფეროში მოღვაწე ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შესახებაც გაცხადდა. ამის მიღწევა კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გერმანია ევროკავშირის საიმიგრაციო პაქტიდან გამოვა. Wir werden weiter für eine ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას მიგრაციასთან დაკავშირებული რეალური ცვლილებებისათვის. ეს გულისხმობს საზღვრების ჩაკეტვას და არალეგალი უცხოელების დეპორტაციას, რაც უფრო დიდხანს შეეწინააღმდეგებით აუცილებელი კანონმდებლობის მიღებას, ზიანი უფრო დიდი გვექნება. თქვენ ალტერნატივა გერმანიისათვის ან მე კი არ მაზიანებთ, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს. თითოეული ბავშვი, რომელიც ამას შეეწირება, თითოეული უდანაშაულო ადამიანი, რომელიც დასახით ჩრდება, გააუპატიურებენ ან მოკლული იქნება. ყველაფერი ამის გამო მოხდება. საგარეო პოლიტიკის კუთხით AfD-ს სურს კარგი ურთიერთობების ქონა ჩინეთთან, შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან. ალისა ვაიდელი და მისი გუნდი ნახშირის წარმოების და ატომური ენერგეტიკის დაბრუნების ინიციატივით გამოდის. ასევე რუსული გაზის მოხმარების აღდგენას ემხრობა ჩრდილოეთის ნაკადის გასცადენის მეშვეობით. უკრაინა კი მათი აზრით ნეიტრალურ სახელმწიფოდ უნდა იქცეს და ნატოს და ევროკავშირის მიღმა უნდა დარჩეს. ალტერნატივა გერმანიისთვის ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური ხედვით. წინა საარჩევნო პროგრამაში ისინი ევროკავშირის დატოვებას განიხილავენ. ამისთვის კი რეფერენდუმის ჩატარებას უჭერენ მხარს შვეიცარიული მოდელით. AfD-ს მანიფესტში გლობალიზაცია მოხსენიებულია როგორც განადგურების ინსტრუმენტი. ალტერნატივა გერმანიისთვის პირდაპირ უპირისპირდება ევროკავშირის დანიშნულ ხელმძღვანელობას და გლობალისტურ ორგანიზაციებს. მაგრამ მათ სამაგიეროდ აქტიურად უჭერს მხარს სოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი და ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, ილონ მასკი. ის ონლაინ ჩაერთო პარტიის ყრილობას და AfD-ს გერმანიის იმედი უწოდა. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ გერმანიის საუკეთესო იმედი. პირდაპირ ვიტყვი, რომ თქვენი ხალხი ამაყობს დიადი გერმანიით. ვხედავ მან შეკრებილ აუდიტორიას და გულითადად მივესალმები მათ. როგორც არ უნდა დამთავრდეს 23 თებერვალს ჩანიშნული გერმანიის საპარლამენტო არჩევნები, ერთი რამ ცხადია. ბრიუსელის ფარული გავლენები ევროკავშირის მთავარ ქვეყანაზე ნამდვილად შესუსტდება. ბუნდესტაგში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე კანონპროექტის ჩავარდნის მაგალითი შეგვიძლია ევროკავშირის ბიუროკრატიის, ანუ ევროკრატებისა და დიპ-სტეითის კოორდინაციის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად განვიხილოთ. მერცისა და ვაიდელის პარტიების მიერ ერთი რეზოლუციის მხარდაჭერას და კანონპროექტის დამტკიცებაზე მზაობას ისეთი გამოსვლები მოხდა გერმანიაში, რომ პროცესი ახლაც გრძელდება. გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში მემარჯვენე ძალების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იმართება. ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციები მიუნხენსა და ბრემენში ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, მიუნხენში დემონსტრაციაში 300,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბრემენში პოლიციის მონაცემებით შეკრებაში 35,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორების შეფასებით კი აქციაზე 50,000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტიც და ისიც, რომ ილონ მასკი პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მხარდამჭერია, ისევ ამ პარტიის რეიტინგებზე აისახება პოზიტიურად. თუმცა ის ფაქტია, რომ დღეს გერმანია წარმოადგენს იმ ბრძოლის ველს, სადაც უნდა გამოჩნდეს ევროკავშირში ნეოლიბერალური და გლობალისტური პოლიტიკური ხაზი დარჩება არსებითად, თუ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება დაიწყება. ამიტომაც არის, რომ ყველაზე დიდი ყურადღება გერმანიისკენ არის მიმხრობილი. მით უმეტეს შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.